გამიხადეთ თქვენი ნახვა. როგორ ზარდავთ? სალამი. კარგად, მადლობა. ისე ეს მე ვენახე ადამიანი, ენერგეტიკოსი თუ იყავით, ვერ წარმოვიდგენდი. ეს ლექსო თამაზაშვილია, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ნუნუკა თამაზაშვილის ძმა. ის წინა კვირას სამსახურიდან გაუშვეს. თავად ამბობს, რომ წავიდა. შაბათის გუნდმა აღმოაჩინა, რომ თამაზაშვილი წლების განმავლობაში სახელმწიფო კომპანიაში იყო დასაქმებული და წლიურად 10,000-ობით ლარს საქართველოს ბიუჯეტიდან ხელფასს იღებდა. წყარო, რომელმაც შაბათის ეთერს სახელმწიფო კომპანიებში დასაქმებული ქართული ოცნების ლიდერების ოჯახის წევრების ახალი სია მიაწოდა, ამტკიცებს, რომ თამაზაშვილს ხელფასს არაფრის კეთებაში უხდიდნენ. საკრუს ენერგოს თანამშრომელი იყავით? კი, მუშაობდი. რა საქმიანობდით, ბატონ ლექსო? სხვადასხვა რამეს. კონკრეტულად რა გიხებოდათ, რა მიმართულება? რჩევების მიცემა. ვის აძლევდით რჩევებს? დირექტორებს. საკრუს ენერგო საქართველოს რუსეთის ერთობლივი კომპანიაა, რომლის წილებსაც თანაბრად საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და რუსეთის სახელმწიფო ელექტროქსელები ფლობენ. საკრუს ენერგო აკონტროლებს ქვეყნის მთავარ ელექტროგადამცემ ხაზებს, მათ შორის კავკასიონს, ქართლი 1-სა და ქართლი 2-ს, სტეფანწმინდა მოზდოკის, აზერბაიჯანთან დამაკავშირებელ ელექტროგადამცემ ხაზს სამუხის და ბათუმი ხოფას ელექტროგადამცემ ხაზს. ჩვენ დავინტერესდით ლექსო თამაზაშვილი, რომელიც ოცნების ყოფილი დეპუტატია, რაც ოდნა გამოცდილებას ფლობდა ელექტროგადაცემის საკითხებში, რის გამოც ის საკრუს ენერგოში დაასაქმეს. ენერგეტიკაში რა გამოცდილებები გაქვთ? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ არის აუცილებლად მხოლოდ ენერგეტიკა. მითხარით, რა გევალებოდეთ თქვენ აი ამ ორგანიზაციაში? უამრავი რამე, მათ შორის ეს რჩეულობა კონკრეტულად რომელიმე კონკრეტულ მიმართულებას არ მოიცავს. უამრავი პოლიტიკა აქვს თუმცა კომპანიაზე, შესაბამისად საჭიროებიდან გამომდინარე ხდებოდა ჩემი მიმართულებები რჩევების. აი ბოლო რჩევა ვის მიეცით და რა მიმართულებით რომ გაიხსენათ? აი ახლა ეს ჯორაობაში გადავდივართ რა მნიშვნელობა. არა, მართლა მაინტერესებს თქვენი კომპეტენტური რჩევების შესახებ მოვისმინო ინფორმაცია. რა უნდა მოგიყო ახლა ვის მიეცით? აი ვის მიეცით ბოლო რჩევა და რა მიმართულებით? ლექსო თამაზაშვილმა საკრუს ენერგოში ბოლო რჩევა რა მისცა? მაინტერესებს ბატონო ლექსო. იტო ჭორაობა ახლა იმ უკვე რა. ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, რომელიც სახელმწიფო ენერგოკომპანიიდან 10,000-ობით ლარს იღებდა, ფლობს კახეთში ღვინის თანამედროვე ქარხანას, 150 ჰექტარ ვენახს და როგორც თავად ამბობს, კრიპტოვალიუტის ბიზნესს. ამ ფონზე ირკვევა, რომ საპენსიო თანამდებობა, სადაც მხოლოდ ხელფასიერიცხებოდა, ლექსო თამაზაშვილს 2016 წლიდან ჰქონდა, რაც საპარლამენტო სიაში აღარ ჩასვეს. ის სახელმწიფო კომპანიაში იყო დასაქმებული ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროსაც. რამდენი წლის განმავლობაში მუშაობდით? აღარ მოხსოვს, საკმაოდ დიდი ხანი მუშაობდი. მას შემდეგ რაც დატოვეთ დეპუტატის მანდატი? კი, ამდენიმე თვის მე დავიწყე. აჰა, და სადღაც გამოგვდის 8 წელი, ხო? 9 წელი მუშაობა. კი. ვინ იყო თქვენი რეკომენდატორი იმის, რომ აი ამ ორგანიზაციაში დასაქმებულიყავით? ახლა რეკომენდატორი არავინ არ ყოლია საერთოდ. საერთოდ არავინ? კი. იყო თუ არა მათ შორის ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის გავლენაც, რომ თქვენ ამ ორგანიზაციაში გამუშავოთ? რა შუაში ირაკლი ღარიბაშვილი? შუაში არა, თავშია ბატონო ლექსო. აი რა თავშია. როგორ მოხვდებოდით ამ ორგანიზაციაში ირაკლი ღარიბაშვილის გარეშე? ლექსო თამაზაშვილთან ინტერვიუს შემდეგ ჩვენ საკრუს ენერგოში გადავამოწმეთ, ის აქ რეალურად იყო დასაქმებული თუ ფიქტიურად. ამიტომ თანამშრომლებს ვკითხეთ, უნახავთ თუ არა დირექტორთან საბჭოს მრჩეველი სამსახურში მისული. ლექსოს ვეძებ თამაზაშვილს. დიახ, თქვენი თანამშრომელი უნდა იყოს. კი, რამდენიმე წლის განმავლობაში თქვენი კოლეგა იყო, ენერგეტიკაში ერკვევა, როგორც ვიცი, ეს მე ვენახე ბატონი და არა, არ ყოფილა სამსახურში არასდროს. მიშა სამხარაძე საკრუს ენერგოში გეოინფორმაციის დეპარტამენტის თანამშრომელია 2000 წლიდან. მთელი 5 წელი ისე გავიდა, რომ ლექსო თამაზაშვილი სახელმწიფო კომპანიაში არასდროს უნახავს და არც მისი რჩევების შესახებ სმენია რამე. მაღალანაზღაურებადია, ხო, ეს საქმიანობა? რა მნიშვნელობა აქვს ეს? როგორ არ აქვს? მე ვიცი, რომ თქვენ საკმაოდ შეძლებული ოჯახის წევრი ბრძანდებით. ბევრი ვენახი გაქვთ, ქონებები გაქვთ, მათ შორის ბაკურიანშიც და აი რა საჭიროება იყო ის, რომ ლექსო თამაზაშვილი მუშაობდა საკრუს ენერგოში? მით უმეტეს, რომ იქ თანამშრომლებს საერთოდ არ ახსოვხართ. ვის არ ახსოვხარ? თანამშრომლებს. თქვენ ხო მიცით, რომ უამრავი ადამიანი, მათ შორის ფიქტიურად დასაქმებულები, გაფორმებულები არიან, მაღალანაზღაურებას იღებენ და უბრალოდ არ დადიან სამსახურში. არავის არ ვიცი, გულწრფელად გეუბნები.
ქართული ოცნების ლიდერების ოჯახის წევრების ნაწილის გათავისუფლება სახელმწიფო კომპანიებიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც შაბათის ეთერმა მოამზადა რეპორტაჟის პირველი სერია ფიქტიურად გაფორმებული პირების შესახებ. იმ დროს როგორც ჩანს, სპეცსამსახურებს უკვე ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ჩვენ ხელში იყო არაერთი ცნობილი პირის ფიქტიური დასაქმების შესახებ ინფორმაცია. წამოხვედით თუ გამოგიშვათ ბატონებს? მიზეზი რა იყო? დიდი ხანია სულ მართლა გულწრფელად დიდი ხანია სულ. შაბათის ეთერმა დაადგინა, რომ სახელმწიფო კომპანიებში თანამდებობებსა და მრავალათასიან ხელფასებს ინარჩუნებენ ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატები. მათ შორის ერთ-ერთი დავით ლორთქიფანიძეა. დათო ლორთქიფანიძე? არც დათო ლორთქიფანიძე. ვინ არის ეს ხალხი? აქ მუშაობენ ჩვენთან? თქვენი კოლეგები არიან, დიახ? არასდროს არ შეხვედრა დანამდვილებით შემიძლია. რა საქმიანობს დათო ლორთქიფანიძე? დათო ლორთქიფანიძე მრჩეველია ჩვენთან. რა არჩევებს გაძლევთ ბატონი დათო? ეხლა თქვენ გითხრათ დათო ლორთქიფანიძე რა არჩევებს გაძლევთ? კი, აუცილებლად უნდა მითხრათ. რა ბოლო რჩევა რა მოგცათ ბატონმა დათო ლორთქიფანიძემ და როდის იყო ბოლო სამსახურში? სამსახურში თითქმის ყოველდღე დათო ლორთქიფანიძე. იმ დროს, როდესაც დავით ლორთქიფანიძე სამსახურში უნდა ყოფილიყო, ჩვენი სულ სხვა ადგილას გადავიღეთ. ლორთქიფანიძესთან კითხვების დასმა ალექსიძის ქუჩაზე შევწელით, სადაც სამუშაო საათებში პირად შეხვედრას მართავდა. რას დამესხით თავს რა გინდა? გამიხარდა რომ გნახეთ. ვისი რეკომენდაციით მოხვდით საქმის ენერგოში? არ პასუხობ. თქვენი ძლიერი მხარეა ენერგეტიკა ბატონო? საქართველოში ყველაფერში კარგად ვერ ყვევით და ძალიან გთხოვთ წაიღეთ ეს კამერები რა აქედან კაცო რა. ლორთქიფანიძე ფიქტიურ სამსახურს ბოლომდე მალავს. არადა გვაინტერესებს რა რჩევებს აძლევს. საქრუს ენერგოს დირექტორატს 500, 320 და 220 კილოვატი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მუშაობაზე. წყარო სისტემიდან გვიყვება, რომ ლორთქიფანიძის წლიური ხელფასი 10,000-ობით ლარია. სახელმწიფო კომპანიაში კი პოსტს უკვე წლებია ინარჩუნებს, რაც ქართულმა ოცნებამ ის საპარლამენტო სიაში 2016 წელს აღარ ჩასვა. ქართული ოცნება გიფასებთ მოღვაწეობას? წადით შემეში დაბანებეთ რა თავი. დამალაპარაკეთ ხალხთან მოხედავთ. ჩვენ გვინდა თქვენთან საუბარი ბატონო. მე არ მინდა თქვენთან საუბარი და თქვენ რა გინდა ჩვენთან? რატომ არ გინდა ჩვენთან საუბარი ბატონო? იმიტომ რომ უნდა ემთხვეოდეს ჩვენი ინტერესები. მაღალანაზღაურებადი ხართ თუ არა? მელოდები შეხვედრა მოხს ადამიანთან. როდის იყავით ბოლოს სამსახურში? თქვენ მიხედეთ თქვენ სამსახურს რა. დამიჯერეთ. თქვენ როდის იყავით ბატონო ბოლოს სამსახურში? დამიჯერეთ. სად არის თქვენი ოფისი იცით? ძალიან გთხოვთ დამანებეთ რა თავი კაცო რა. დათო ლორთქიფანიძე ამ დრომდე სახელმწიფო კომპანიის თანამშრომელია, თუმცა თავად ვერ გვეუბნება რა საქმიანობს იქ. მისი მთავარი მისია სხვადასხვა გამოცემებსა და გადაცემებში, ოპოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლი სამოქალაქო აქტივისტების ლანძღვა. ბრძოლა ქართული სახელმწიფოს დღევანდელობის წინააღმდეგ. მოვა დრო რომ ესე იგი თქვენ აი ამისთვის შეგწყვეტთ რა. რის გამო ბატონო? აი ამის გამო რა რომ ადამიანს დაყვებით ქუჩაში დაუკითხავთ. ჩემი გადახდილი თანხიდან, ჩემი კოლეგების გადახდილი თანხიდან, ბიუჯეტიდან იღებთ ყოველთვიურად ანაზღაურებას იმაში, რომ არაფერს არ აკეთებთ და მე რატო უნდა შემწყვეტ? ჩვენ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ნაციონალური რეჟიმი გაუყენეთ პოლიტიკურ მოუსავლებს, ხო? მე მგონია რომ დავიმსახურეთ, რომ ამ ქვეყანაში მინიმუმ დასაქმებულები ვიყოთ. შაბათის ეთერმა დაადგინა, რომ საქრუს ენერგოში დასაქმებული იყო თავდაცვის მინისტრის ირაკლი ჩიქოვანის 80 წლის მამა. ნუგზარ ჩიქოვანის თანამდებობაც გვარების გამოჟონვის შემდეგ დაწყებულ საკადრო წმენდას შეეწირა. ბატონი ნუგზარის რეკომენდატორი საქრუს ენერგოში თქვენ იყავით? საქრუს ენერგოში. თავდაცვის მინისტრი გვიდასტურებს, რომ მისი მამა სახელმწიფო კომპანიაში იყო დასაქმებული. ირაკლი ჩიქოვანი გვარწმუნებს, რომ ის ინჟინერია და პროფესიით მუშაობდა. რა საქმიანობს მამა თქვენი ენერგეტიკოსია პროფესიით? სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდნენ ანძებს. მე როგორც ვიცი თავის დროზე. და რამდენი ხნის განმავლობაში მუშაობდა? მე ვიცი რომ ეხლა უკვე რამდენიმე დღეა რაც აღარ მუშაობს. ოფიციალურად. ხო, შესაძლოა დავას. მიზეზი რა იყო? ის თავად წამოვიდა თუ გამოუშვეს სამსახურიდან? სიმართლე გითხრა არ ვიცით, მოვიკითხავ. საქრუს ენერგოს დირექტორის მოადგილეს ახლა უჭირს იმის გახსენება, რა საქმიანობდა სახელმწიფო კომპანიაში თავდაცვის მინისტრის მამა. არადა ირაკლი კენჭიაშვილი ამ უწყებაში პირველი მოადგილეა. რა საქმიანობდა 80 წლის ადამიანი საქრუს ენერგოში თქვენთან მუშაობდა ნუგზარ ჩიქოვანი, თავდაცვის მინისტრის მამა. მუშაობდა ალბათ რაღაც საკეთებდა.
პოსტები სახელმწიფო კომპანიაში მისცეს არამხოლოდ ქართული ოცნების წევრებს, არამედ ოცნების მეგობარი ბიზნესმენის ახლო ნათესავებსაც. საქრუს ენერგოში, რომლის მთავარი მოვალეობა ელექტროგადამცემი ხაზების გამართული მუშაობაა, სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაასაქმეს თეატრმცოდნე თეა გაბადაძეც. ეს თეატრმცოდნე ქალბატონი რას საქმიანობთ საქრუს ენერგოში? რა შუაშია თეატრმცოდნეობა საქრუს ენერგოსთან, აბა ეხლა თქვენ მიპასუხეთ. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ხართ, როგორც ვიცი. კი ბატონო, ვარ. ბიზნესმენ ნოშრევა ნამორაძის ცოლის, ნინო სუთიძის და თეა გაბადაძე ქართული ოცნების მხარდამჭერად პოზიციონირებს. ის 2024 წლის სისხლიანი დარბევების დროს სოციალური ქსელით ემუქრებოდა ყველას, ვინც ქართული ოცნების მომხრეებს აკრიტიკებდა და ბიძინა ივანიშვილს ზღაპრის გმირს სამთავრობო არხების ეთერიდან ადარებდა. ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის არის, რა ვიცი, ხა შეიძლება ცოტა გაგეცინოთ, მაგრამ აი რაღაცა ზღაპრის გმირთან ასოცირდება ადამიანი. გაბადაძე ამ დრომდე სახელმწიფო კომპანიის მაღალჩინოსანია. ის რუსეთის მოქალაქეებთან ერთად ენერგეტიკული კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოშია დასაქმებული და მისი წლიური ხელფასი 10,000-ობით ლარია. რადგან საქრუს ენერგო სახელმწიფო კომპანია, ანუ ეკუთვნის ხალხს და არა რომელიმე ბიზნესმენს, მის ხელმძღვანელ პირებს მაღალი ანგარიშვალდებულება უნდა გააჩნდეთ მოქალაქეებთან. საქრუს ენერგოდან ჩვენ წყარო გვიყვება, რომ თეა გაბადაძე ამ სამსახურში პარტიული ხაზით მოხვდა. რა გადაწყვეტილებებს იღებთ რომ მითხრათ? რამდენად კომპეტენტურობთ მე საერთოდ რა გადაწყვეტი? აი ჯერ როგორი ტონით მირეკავ, როგორ მიბედავ, ვაფშე მირეკავ და აი რა გადაწყვეტი შენ ვინ გეკითხება მე რა გადაწყვეტილებებს ვიღებ საერთოდ ცხოვრებაში? საქრუს ენერგოში კი არა, საერთოდ რა გადაწყვეტილებებს ვინ გეკითხება? სახელმწიფო ენერგო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის გარდა თეა გაბადაძეს საკუთარი ბიზნესიც აქვს. ის ტანსაცმლის ყიდვა გაყიდვითაა დაკავებული. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ქალბატონი თეა შპს მოდა შოპის დამფუძნებელი და დირექტორია. ჩვენ ქალბატონ თეას ვკითხეთ, როგორ ათავსებს მოდისპირად ბიზნესსა და ენერგეტიკის სახელმწიფო სამსახურს ერთად. იღებთ მაღალანას გაურებას ყოველ თვე ქალბატონი თეა. არა, ვინ ხარ დასაქმებული თუ არა, ეს მაინტერესებს. ვინ დაგასაქმე საქრუს ენერგოში ქალბატონო თეა? იცი რა, უკვე დიდი ხანია თქვენ დიაგნოზი დაგისვით, რომ სერიოზულად დაავადებულები ხართ. რამდენი წელია მუშაობთ მათ ქალბატონია? გასაგებია? და ეხლა კარგად ვზანდებოდე რა. სახელმწიფო კომპანიაში, რომელსაც საქართველოს მთავარი ელექტროგადამცემი ხაზები აქვს ჩაბარებული, სულ სამეთვალყურეო საბჭოს 8 წევრია. აქედან 4 რუსული მხარის დანიშნულია, 4 ქართულის. ამ 4-დან 1 ბიზნესმენ ნოშრევა ნამორაძის ცოლისდაა, მეორე ვეტერანი ფეხბურთელი ალექსანდრე ჩივაძე, მესამე ეკატერინა ხვედელიძის თანაკლასელის ქმარი და კახაკალაძის საარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი. ავთანდილ თევზაძე ჯერ სააკაშვილის გუნდში იყო და შემდეგ ივანიშვილის. დინარი მაგარი მინდა თერმა დარბაზმა დავიდასწროს მიშა საქრუს ენერგოში გვეუბნებიან, რომ აქ ავთანდილ თევზაძე მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც საბჭოს ხდომა იმართება. ასეთი კი წელიწადში მხოლოდ 2-ია. ბატონო ავთოე შტაბის უფროსი კაცი საქრუს ენერგოში როგორ მოხვდით? ხო და რა ბებია შენი საქმეა მაი შენი. ბატონო, რას ბრძანებთ უკაცრავად? ვიბრძანდები? ბატონ ლაშასთან ვართ? არა, მარადის ბატონი ლაშასთან არც პატრონები არ არიან, მე ნათესავი დავტოვეს მარტო. საქრუს ენერგოში არც ლაშა ნაცვლიშვილი უნახავთ როდესმე. ის შაბათის ეთერის ინფორმაციით სახელმწიფო კომპანიაში 8 წლის განმავლობაში იყო დასაქმებული და რამდენიმე დღის წინ სამსახურის დატოვება მოუწია. ტელეკომპანია პოსტივის დამფუძნებელმა სახელმწიფო კომპანია მას შემდეგ დატოვა, რაც ფიქტიურად დამსაქმებელთა შესახებ გვარებმა შაბათის ეთერამდე გამოჟონა. გამარჯობა ბატონო ლაშა. გამარჯობა. რა პოზიციაზე მუშაობდით საქრუს ენერგოში ბატონო ლაშა? გვაინტერესებს. ვინ ბრძანდებით? მე მქვია თამთა. წევა პირველიდან გაწუხებთ ბატონო ლაშა. ბედნიერად. ჩვენ დავადგინეთ, რომ საქრუს ენერგოში წლების განმავლობაში დასაქმებული იყო ყოფილი გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის ძმა გიორგი შოთაძეც. რას საქმიანობდა სახელმწიფო კომპანიაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი. ამას საიდუმლოდ ტოვებენ.
Sakrus Energoshi მუშაობდა გიორგი წლების განმავლობაში. ეხლა გამოუშვეს სამსახურიდან. ირაკლი მოაწყო? არ ვიცი. შეგიძლია Sakrus Energos მთავარი მიზანია ელექტროენერგიის შეუფერხებელი გაცემა და მათ შორის ტრანზიტული გადაცემის უზრუნველყოფა. გვაინტერესებს, ირაკლი შოთაძის ძმას აქედან კონკრეტულად რა მიმართულება ჰქონდა ჩაბარებული. Sakrus Energoshi რატომ აღარ მუშაობთ? Sakrus Energoshi რატომ პირადი განცხადების საოცრებას წარმოვიდი. როდის დაწერეთ ბატონო გიორგი განცხადება? რაღაც თვენახევრის წინ დაახლოებით. და რატომ მოხდა ეს საკადრო წმენდა რატომ არის Sakrus Energoshi? ირაკლიმ დაგასაქმა თქვენმა ძმამ Sakrus Energoshi? კამერა გამორთდა და მე საუბრობ, მომძანი ცალკე. ამ დრომდე Sakrus Energoshi მუშაობს ირაკლი ღარიბაშვილის ბიძა რამაზ ყორანაშვილიც. კაცი, რომელიც შაბათის ეთერის ინფორმაციით ღარიბაშვილის პოლიტიკაში მეორედ მოსვლის შემდეგ შიდა ქართლის არაფორმალურ მმართველად იქცა. ჟურნალისტური გამოძიება შაბათის ეთერმა რამაზ ყორანაშვილის გავლენებზეც მოამზადა. რამაზ ყორანაშვილს ვესაუბრებით, ხო? დიახ. Sakrus Energos თანამშრომელს. დიახ. Sakrus Energoshi ირაკლიმ დაგასაქმად ღარიბაშვილმა მიკითხულობ ამას. ტევ პირველიდან გაწუხებთ ბატონო რამას. ამის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის ბიძამ ტელეფონი გაგვითიშა. თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმამ დაგვიდასტურა, რომ ექს-პრემიერის ბიძაც Sakrus Energoshia დასაქმებული. ბატონ ყორანაშვილზე უნდა კითხოთ. ქალბატონი მარინას ძმა არის, ისიც მუშაობს ხო Sakrus Energoshi? ბატონ ირაკლის ბიძა მყავს ხედողობაში. მე როგორც მახსოვს ჩემამდეც მუშაობდა. და რა საქმიანობს თუ შეგიძლიათ? კონკრეტული მიმართულება არ ვიცი, კითხეთ და ვგეთქვით. Sakrus Energoshi ახლა დიდი საკადრო წმენდაა. შაბათის ეთერის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც სახელმწიფო კომპანიაში დასაქმებული ფიქტიური პირების შესახებ ინფორმაციამ გამომძიებელ ჟურნალისტებამდე გამოჟონა, ქართული ოცნების ხელისუფლებამ ფიქტიურ თანამშრომლებს დასაქმების ადგილები შეუცვალა.